ეს ის პროფილია. ცხოვრების ყველაზე დიდი სირთულე. როდესაც ტელევიზიაში დაბრუნება გადავწყვეტე პოლიტიკიდან, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. ერთი წელი პრაქტიკულად მკვდარი ერთი წელი მქონდა, არაფერს არ ვაკეთებდი, ვიჯექის სახლში. აი ყველაზე რთული ეს იყო ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე. ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება. ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება ალბათ უკავშირდება ჩემს სკოლას და რაღაც სიხარულებს, რომელიც მოქონდა ხოლმე სკოლაში, ჩემს აკადემიურ მოსწრებას, ასე ვთქვა და ყველა მოგონება, რომელიც ბავშვობას უკავშირდება, ჩემს არის მძაფრი, რაღაც ისეთი ნეგატიური არაფერი არ მახსენება, სულ სიხარულთან ასოცირებული. სიმძაფრე იყო თითოეული წარმატებული წელი ჩემთვის სკოლის და ალბათ უფრო სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება, ხო, ცხოვრების ყველაზე ბავშვობა იყო მაინც ყველაზე მძაფრი მოგონება ეს არის როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი და მაშინ ქულები არ იყო ნიშნები და მივიღე 4-5-იანი და აი მე 4-5 რომ მივიღე 5-იანი და კიბეებზე რომ ჩამოვირბინე რომ განცდა მქონდა რომ მაგარი ვარ. რა მოახდინა მთავარი გარდატეხა ცხოვრებაში? უფულობამ, უსამსახურობამ და რაღაცა ერთგვარმა დეპრესიულმა პერიოდმა, როდესაც მე პროფესიით ვარ ფილოლოგი, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი და როდესაც აღმოვაჩინა, რომ ჩემი პროფესიით უბრალოდ ვერ ვიცხოვრებდი და გაჭირვება მოახდინა ყველაზე დიდი გარდატეხა, იმიტომ რომ ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ რაღაც უნდა ქნა ისეთი, რომ თავი გადაირჩინო, ან უნდა წახვიდე ქვეყნიდან და უნდა იზრუნო იმაზე შენი შვილი როგორ გადაარჩინო და შენი ოჯახი და მაშინ მივიღე რაღაც შემოთავაზება, რომ წავსულიყავი ჟურნალისტიკაში, სადაც იყო 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო მეტი ანაზღაურება, ჰონორარი, ვიდრე ეს მე მექნებოდა სკოლაში. ხო, გაჭირვება მოახდინა ყველაზე დიდი გარდატეხა და წავედი იმ გზაზე შევდექი, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ჩემი ცხოვრების გზა. ვინ იქნებოდით, რომ არ გამხდარიყავით ის, ვინც ხართ? ადვოკატი. დღემდე ვფიქრობ ხოლმე, რომ ხო არ შევცდით თქო, რომ არა ვირჩიე სამართალმცოდნეობა და არ გავხდი ადვოკატი. სულ მგონია ხოლმე, რომ ვიქნებოდი გაცილებით უფრო კარგი ადვოკატი, ვიდრე აღმოჩნდი ჟურნალისტი. ცხოვრების თავარი შეხვედრა. ეს იყო დაახლოებით 25 წლის ასაკში, რომელმაც ასევე ითამაშა გარდამტეხი როლი ჩემს ცხოვრებაში. ადამიანთან შეხვედრა, რომელმაც მომანდომა რომ ყოფილიყავი ძალიან მაგარი და ძალიან ძლიერი ტიპი, იმიტომ რომ ის იყო იმენად მაგარი, რომ მეც მინდოდა რომ ყოფილიყავი ძალიან წარმატებული და მართლა ძალიან მთავარი არის ასეთი შეხვედრა, თუ კი ცხოვრებაში ხდება, იმიტომ რომ მომმართა, მობილიზაცია გამიკეთა და მე დავიწყე მუშაობა და ბრძოლა იმისთვის, რომ მე უნდა ვიყო, ნუ აი მის შესაფერისი, ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში ამან გაამართა. მამაკაც უკავშირდება, ნუ ეს მთავარი შეხვედრა. ყველაზე დიდი ტკივილი. როდესაც არჩევნებში ვიყრიდი კენჭს და ადამიანებისგან ვიგრძენი ძალიან დიდი აგრესია და შეურაცხყოფა. დღემდე მგონია, რომ ძალიან დაუნდობელი იყო მაშინ საზოგადოების რაღაც გარკვეული ნაწილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც სხვა პოზიციაზე იდგნენ, იმიტომ რომ ქუჩაში შეურაცხყოფები მაყენეს და ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი მახსოვს. ფილარმონიასთან იმართებოდა საპროტესტო აქცია ციხის კადრებთან დაკავშირებით და იქ როდესაც პირდაპირ ჩართვაზე ვიდექი, ერთ-ერთ არხზე მქონდა პირდაპირ ჩართვა, ვიღაც კაცი მოვიდა და შემაგინა და ეს იყო ნამდვილად დიდი ტკივილი, რამაც დამანგრია და მე ამ ტკივილის გამო მომიწია, რომ საერთოდ უარი მეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. მე ყველაზე დიდი ტკივილი ამან მომაყენა, შეურაცხყოფა, რომელიც დღემდე მიმაჩნია, რომ იყო სრულად დაუმსახურებელი. სიყვარული ეს არის? ძალიან დიდი ბედნიერება და მე არ ვთვლი, რომ სიყვარული ერთხელ მოდის, სიყვარული შეიძლება მოვიდეს ძალიან ბევრჯერ, შესაბამისად ბევრჯერ გეწევა ასეთი ბედნიერება, ეს არის საციცოცხლო ენერგია, რომელიც გავსებს ყველა ჩემი წარმატებული პროექტის დროს, მე ვიყავი ხურებამდე შეყვარებული და ეს ყოველთვის დადებითად აისახებოდა ხოლმე ჩემს კარიერაზე. თუ შეყვარებული ხარ, კარიერა კარგად მიდის, ყველაფერი კარგად მიდის, საციცოცხლო ენერგია. არსებობს? სიყვარული, რა თქმა უნდა, არსებობს. შორდებით თუ გშორდებიან?
შორდებიან კიდეც და შორდები კიდეც. ესე არ არის. მე არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ მე ვშორდები. არა, სამწუხაროდ მეც დამშორებიან და ამის გამო ძალიან ბევრჯერ მიდარდია და ბევრი ტკივილი მიმიღია. პირველი სიყვარული? სკოლაში იყო პირველი სიყვარული, თუ არ ვცდები, ეს იყო მე-10 კლასში და ძალიან კარგი ბიჭი იყო, ვინც მიყვარდა, არაჩვეულებრივი ბიჭი. ცხოვრების თავარი ვნება. ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ყველაზე დიდი ვნება იყო და აი ყველაზე დამანგრეველი იყო, ეს იყო თუ არ ვცდები 2005-2006-2007 წლები. ადამიანი. სხვა შორის ის დამშორდა, მე არ დავშორები ვარ, თუ ეს გაინტერესებს პროფილურად გიფასო. სექსი ეს არის? სექსი ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც შეიძლება რომ ცხოვრებაში მიიღო ადამიანმა და ეს არის აუცილებელი სიამოვნება. ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც ნანობ, მამაკაცი. ერთი არ არის, არიან ადამიანები. ეხა იცი როგორი არის სიტუაცია, როდესაც ადამიანთან გაქვს რომანი, მე როცა შორდები, სუნანო. შენ დაშორდი თუ ის დაშორდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ნუ ჩათვალე რომ ყველასთან ურთიერთობას ვნანობ, თუ კი ვინმე შეუხვედრივად ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნუ ეს დავშორდით და დამთავრდა. ცხოვრების თავარი ადამიანი. მარიამ. დამონტაჟება რომ შეიძლებოდა ცხოვრების რას ამოჭრი? აი პერიოდი, რომელზეც მე შენ გელაპარაკებოდი, როდის მიიღეო ყველაზე დიდი ტკივილი, ამოჭრიდი 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით აბსოლუტურად ყველაფერს. აი ესე ამოჭრით და გადავაგდებდი. იმიტომ კი არა, რომ მე რაღაც ვქენი არასწორი და იმიტომ კი არა, რომ მე დღეს ვემიჯნები იმ პოზიციას, სადაც ვიყავი, სულაც არა. უბრალოდ ძალიან მძიმე ეტაპი იყო ჩემი ცხოვრების, არანორმალური ტკივილი მომიტანა, არანორმალური დეპრესია მომიტანა და მძულს ეს წლები, იმიტომ რომ თუ კი ვინმე არსებობდა, ვისაც არ ეზარებოდა ან არ ქონდა საქმე, ყველამ გადაწყვიტა, რომ აი ესე უბრალოდ თავდასხმები მოეწყო მაშინ ჩვენზე და არ მიყვარს ამ პერიოდის გახსენება, თანაც ეს იყო ის წლები, როცა ტელევიზიის გარეშე ვცხოვრობდი და ასევე ძალიან მძიმე იყო ამ კუთხითაც. რისი რწმენია? ბევრი რამის მწვენია. რავი, ძალიან ბევრი რამის მწვენია. ხშირად მწვენია ხოლმე, როდესაც ვიტყუები, ამ დროს ხანდახან ვიტყუები, ხოლმე უნდა ვაღიარო საქმიდან გამომდინარე. რა ვიცი, ბევრი რამეა ისეთი, რისიც მწვენია. თავარი შიში გააქვს? შიში მე მაქვს ძალიან ცნობილი ფობია გველების. არანორმალური შიში, ეს არის ფიზიკურად გამოვლენილი შიში და მე ვიცი რა არის შიში. შიში აღმოვაჩინე რა არის 2007 წლის 7 ნოემბერს და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ 7 ნოემბერი ძალიან პოპულარული თემა. ანუ, როდესაც გეშინია უკან მოგდევენ, გესვრიან, ეს არის აი როგორი შიში, იცი, მაშინ მივხვდი რა იყო სიკვდილი. აი აქედან მოდის, ჩადის ესე ქვევით და იყინები და ვეღარ მოძრაობ, აი ესეთი არის. კომპლექსი გააქვს? კი, კომპლექსი მაქვს მარადიულად ჩემი წონის, მაგრამ 53 წლის ვარ და სულ მქონდა ეს კომპლექსი ბავშვობიდან, იმიტომ რომ არასოდეს არ ყოფილვარ გამხდარი, სულ ვებრძვი წონას, სულ ვერ ვახერხებ რომ დავიჭირო ერთი და იგივე წონა და სულ მაქვს ხოლმე კომპლექსი და ყოველთვის არ მომწონს ჩემი თავი ამის გამო, იმიტომ რომ შურს ადამიანების, რომლებიც იღებენ საკუთარ თავს ისეთებს, როგორებიც არიან და მე საშინელი კომპლექსი მაქვს, ხო? საკუთარ თავზე მოსმენილი ჭორი თუ გახსოვს, რომელმაც ძალიან გაგაბრაზა. ძალიან ბევრი ჭორი იყო ჩემზე, რომელმაც ისე გამაბრაზა და ცხობიდან მე არ მიყვარს ჭორების მოტანა. საერთოდ ჩემს გარშემო ყველა მიცის, რომ მე არ უნდა მომიყვნენ ჭორები. იმიტომ რომ ბრაზდები ამ ჭორზე ვფეთქდები და იმ ადამიანებზეც ბრაზდები, ვინც ამ ჭორებს მიყვებიან ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ჭორი, რომელმაც ცხობიდან გამომიყვანა, იყო როდესაც ვიყიდეთ სახლი, ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება როცა ავისრულე და როდესაც ეგრევე ჭორი დაიხარო სააკაშვილმა აჩუქებინა ბადრი პატარკაიშვილი ინგა გრიგოლიასთვის ეს სახლი. აი ეს იყო როცა ამ მოხტი კაინდან, იმიტომ რომ იყო აი ისეთი დაუმსახურებელი და ისეთი წილისწამი და ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე ამისთვის, რომ ეს მქონოდა და ეს იყო ის ჭორი, რომელმაც მართლა ძალიან გამაბრაზა. წიგნის ამ ფილმის გმირი, რომელიც არის შენი გმირი? ფილმი, რომელსაც ყველაზე დიდ სიამოვნებით უყურებ, არის სექსი დიდ ქალაქში. ძალიან გამიმარტივდა ხედვები, არ ვიცი, არ შემიძლია, აი ვეღარაფერს ვეღარ უყურებ, შესაბამისად სარა ჯესიკა პარკერი არის, რომელზეც ვგიჟდები. რომ ვუყურებ ხოლმე, სულ ვფიქრობ, რომ იქ ერთ-ერთი მე უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ შემთხვევით მოხდა, რომ მე არ ვარ, მე საქართველოში დავიბადე. ადამიანი რომელსაც შეგცვალა?
აი ეს ადამიანი, ვისაც მე გითხარი, რომ იყო ცხოვრების მთავარი შეხვედრა, რომელიც იყო, როგორც გითხარი, ძალიან წარმატებული და ძალიან კაი ტიპი და მე სულ მქონდა მასზე სწორება და მინდოდა, რომ იმას მოვწონებოდი, ისე კი არა, უბრალოდ როგორც ქალი, აი მოვწონებოდი ისეთი, როგორიც იყო თვითონ და მე ვთვლი, რომ მან შემცვალა და მე ამ ადამიანს ძალიან დიდი აი ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ის რო არ ყოფილიყო, შეიძლებოდა საერთოდ არაფრის ამბიცია არ გამჩენოდა, უბრალოდ მეფიქრა რომ ეშოვა სამსახური, მაგრამ წარმატებებზე ნაკლებად მეფიქრა. არსებობს სიზმარი, რომელიც გახსოვს. კი, ეთერში ვარ, მიდის საათი, ციკციკებს საათი და მე არ მაქვს მომზადებული გადაცემა. და ისტერიულად მეღვიძებოდა ხომ, ერთ პერიოდ ძალიან ხშირად მე სიზმრებოდა ეს სიზმარი, ალბათ იმიტომ რომ პირდაპირ ეთერის ეთყობა მაინც შიგნიდან შიში მაქვს. მე ყველა პირდაპირ ეთერის წინ ძალიან ნერვიულობ, ყვდები ჩვეულებრივად, სანამ გამარჯვებას ვიტყვი, აი ვერ შევეგუე, ამდენი წელი ეთერში მუშაობ და ეს სიზმარი იყო რაღაც კოშმარი, რომელიც, რავი, შეიძლება კიდე დამესიზმრო. დაცემის შემდეგ გიოლად შეგიწვია ადგომა. მე არ ვთვლი, რომ სუსტი ვარ. ვინერვიულებ, ჩემი ნერვიულობა ძალიან უცნაური ფორმებისაა. სახში ვიკეტები ფარდებს ვაფარებ, არავის ნახვა არ მინდა, ტელეფონს ვთიშავ, მაგრამ ეს არ გრძელდება დიდი ხანი. მაქსიმუმი ჩემი არის 2 კვირა და მე რაღაც ახალი სუნთქვა მეხსენ, ბახ ახალი სუნთქვა რო არ გავხსნო და კიდე ერთ პროექტს ხო ვერ დავიწყებდი. ასევე დაცემის პერე დაიწყო ეს პროექტი. სტერეოტიპი, რომელიც დაამსხვრია. მე ისე გავაკეთე ყველაფერი სამსახურის თვალსაზრისით, რომ არასოდეს არავინ არ მყოლია და მართლა არასოდეს არავინ არ დამხმარებია, რომ რაღაცისთვის მიმეღწია. ჩემი თაობისთვის მე ალბათ ეს ერთ-ერთი ვარ, ვინც ეს სტერეოტიპი დაამსხვრია, იმიტომ რომ დედების, მამების, ბიძების ასე შემდეგ გარეშე წარმატება მაჩქვა ცხოვრებამ და მე ვთვლი, რომ ამით დავამსხვრია ხოლმე ეს სტერეოტიპი და ჩემმა შვილმა დღეს, ჩემგან გამომდინარე, იცის ყველაზე კარგად, რომ ვინც არ უნდა ყავდეს გარშემო, ვერაფერს ვერ მიაღწევ თუ შენ არ მოიმდომეს. მართალია. კარიერის დასაწყისში საკუთარ თავთან წასულ ხარ კომპრომისს? საკუთარ თავთან კარიერის დასაწყისში კი არა, კარიერის შუაშიც და ძალიან ბევრჯერად წავსულ ვარ კომპრომისზე, იმიტომ რომ როდესაც შენ მუშაობ პირდაპირ ეთერში, მიყავს პოლიტიკური გადაცემები, ცდილობ რომ იყო ექსკლუზიური, იყო საინტერესო, ძალიან ხშირად გიწევს ხოლმე კომპრომისებზე წასვლა. მე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგისგან გამიგია, რომ როგორ შეიძლება რომ ჟურნალისტი წავიდეს კომპრომისზე, რომ ისინი არასოდეს არ მიდიან, მე ბევრჯერ წავსულ ვარ კომპრომისზე და ისეთ კომპრომისზე წავსულ ვარ, ოღონდაც ის რესპონდენტი მომეპოვებინა, რომელიც იმ წამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მისთვის მithქვამს, რომ ოღონდ მოდი და რაც არის აქტუალური, აი ამ კითხვაზე მიპასუხე და აი იმას არ მკითხავ. მე ესეთი ვარ, შეიძლება მე ვარ ცუდი, მაგრამ ამ გზით მე ყოველთვის ვახერხებდი, რომ მქონოდა ექსკლუზივები და ეხლა წინ მაქვს ბევრი ასეთი. კომპრომისი ჩემს ცხოვრებას ყოველთვის ახლდა. სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ წავსულ ვარ და სულაც არ მწხვენი. თუ იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიდნენ და გიშლიან? არა. კარიერაში არა. კარიერაში არ არის. ვიცი რა, მტერი ყველას ყავს. ძალიან ბევრი მტერი ყავს ყველას. თითოეულ ჩვენგან შენც იმდენი ყავს მტერი, მეც იმდენი მყავს და ძალიან ბევრ ჩვენს ნაცნობ მეგობარს, მაგრამ აი იცი რა, ვერ ვიტყვი რომ ისეთი მაგარი ვარ, რომ ვერაფერი ვერ მოახერხეს, მაგრამ მე არ შემქმნია წინაღობა. მიღმა დინებები სულ არის, ეხლაც არის. ეხლა ძალიან ბევრი მტერი მყავს ამ წუთასაც, მაგრამ რა ვიცი, მე ესე არ შემხები, არ დაუზარალები ვარ. ალბათ იმიტომ რომ როცა ვმუშაობ, ისე ვმუშაობ, რომ უბრალოდ არ მცალია იმაზე საფიქროდ, ვინ რას გიჩალიჩებს იმ კონკრეტულ მომენტში და მე გვიან ვიგებ ხოლმე რაღაც ისტორიებს, რომ ეს თურმე ხდებოდა, მაგრამ როცა შენ ჩართული ხარ შენ საქმეში, ნუ მოკლედ, ვერაფერიც ვერ დამაკლეს და ვერც დამანკლებ. ტრადიცია, რომელიც გინდა რომ გაქრეს. ძულს აი ქართული ქეიფი და ქართული ღრეობა მე რა მჭირს რატომ ძულს განსაკუთრებით სადმე სუფრაზე როდესაც უხდები ყველა თამადა მაიძულებს რომ უსმინო მე აი შეიძლება 100 კაცი იждდეს არავინ და აი მე ხმა არ უნდა ამოვიყო და ვიტანჯები ხოლმე აი ამ ქართულ სუფრულ სავალდებულო ტრადიციები და ამიტომ ყველა მიცის რომ თითქმის არსად არ დავდივარ ესეთ ქართულ მამაპაპურ სუფრებზე იმიტომ რომ ყველა თამადას აქვს ხოლმე სწორება რომ ქალბატონი უნდა მომისმინეთ და ამიტომ ეს
სამღლის, ბევრ ტრადიციას დავარღვევდი. ეხა ეს ისე გამახსენდა შემთხვევით, ბევრ რაღაცას ხო და. რამ შეიძლება აგატიროს? ყველაფერმა. ეხა შეიძლება რაღაც ისეთი კითხვა დამისვა, რომ გამახსენდეს განსაკუთრებული და ავტირდეს სიხარულზეც მეტირება, ცხენაზე ნუ მეტირება. აი ჩვეულებრივად ბავშვით, აი აქ რაღაც მომაწვება და თვალებიდან წრემლები მომდის, ყველაფერი პატარა წინააღმდეგობაზეც მეტირება. უფრო ხშირად აი ადამიანები მეგობრებისგან მიღებულ ტკივილებზე ძალიან მძიმე რეაქცია. ბოლოს წყობიდან რამ გამოგება? წყობიდან საქმის გამო გამოვედი ბოლოს და დღეს ძალიან მწხვენია. უკავშირდებოდა პრეზიდენტის რაღაცა გადაცემაში მოსვლა არ მოსვლის თემას და ძალიან გამოვედი წყობიდან და Facebook-ზე უპოსტე და ძალიან ვინანე მეორე დღეს, იმიტომ რომ არ მიყვარს ჩემი თავი წყობიდან გამოსული, არ მიყვარს ჩემი თავი უკონტროლო და აფექტის მდგომარეობაში და აი შე რომ მკითხე რის მწხვენიაო, მწხვენია ჩემი თავის, როდესაც მე ვარ ხოლმე აფექტურ სიტუაციაში და ეს არ ყოფილა ერთხელ და ორჯერ. იმ დღეს სამსახურში დამემართა, გამოვედი რაღაცაზე წყობიდან და იმ ხელახმაზე ვყვიროდი, რომ მე რომ გამოვედი გარშემო ოთახებიდან ადამიანების რეაქციებით მივხვდი, რომ ყველამ გაიგო და აი შემცხვა. ჩემი თავი არ მიყვარს, აი ესეთი აფეთქებული არა და უბრალოდ ჩვეულებრივად ხშირად ფეთქდება. რამ შეიძლება დაგაბნიოს? რა ვიცი, ბევრმა რამემ. შეიძლება დამაბნიოს კითხვამ, რომელზეც არ მაქვს პასუხი, შეიძლება დამაბნიოს მოულოდნელმა შეხვედრამ. ისე ნაკლებად ვიბნევი ხოლმე. და რა გთგუნავს? მთგუნავს სიბოროტე ადამიანების და აი ძალიან უხერხულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მე არ ვარ ბოროტი და ვერ ვიტან ბოროტ ადამიანებს და ყველაზე მეტად მთგუნავს ბოროტი ადამიანები, მთგუნავენ და მათგან წამოსული რაღაცა ის სიბოროტის მოგერიება არადა რა უყოთ ამ მოხერს, რომ არის ძალიან დიდი დოზით ამ ქვეყანაში. ეს ნამდვილად ძალიან მთგუნავს, მაგრამ არ მკლავს. ხალატი ხალატი მაცობს მაგიშებს. საერთოდ ძალიან მესაკუთრე. ნებისმიერ სიტუაციაში, არა მარტო სიყვარულში, არა მარტო ოჯახში, მეგობრობაში, საქმეში, აი მესაკუთრე ვარ, თუ არის რაღაც, ის არის ბოლომდე ჩემი და ნუ ეს თემები ძალიან ისეთი მძიმედ გადასატანი. როცა საკუთარ თავთან რჩევი მარტო, როგორი ხარ? 7. ძალიან 7. ძალიან მოდუნებული, საერთოდ იშვიათად რჩები ჩემ თავთან მარტო. ვცდილობ რომ არ ვიყო, უფრო არც ვარ ხოლმე ფიზიკურად მარტო, მაგრამ როდესაც რჩები, ვფიქრობ ძალიან ბევრს. სიმშვიდეში ვფიქრობ ხოლმე ძალიან ბევრს. ვფიქრობ ხოლმე გადაცემაზე, ვფიქრობ რაღაცა პირადზე და ასე შემდეგ. რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. უბრალოდ ვარ ძალიან 7. ისეთი 7, როგორიც არავის უნახავს შეიძლება უწყოს ინგა გრიგორი. რამე მოგიპარავს? მომიპარავს კი ბავშვობაში. დედა ჩემს პარავდი ხოლმე ფულს. მე და ჩემი და ჩემს ქონდა რაღაც ყულაბა და მამ ჩემს რომელშიც აგროვებდნენ ფულს. და მე და ჩემი და ვიდექით და ვიპარავდით ხოლმე ამ ფულებს და მახსოვს უკაი ძალიან მაგრად მახსოვს და მძიმედ მახსოვს, რაც მთავარია რომ ერთ დღეს დედა გახსნა ეს ყულაბა და მაკრატლით დაჭრილი ბევრი ფული, ნუ რაღაც 10-მანეთიანები, 5-მანეთიანები რო აღმოაჩინა და ძალიან მაგრად მცემა. შესაბამისად მე მგონი მან დამთავრდა ჩემი კურდობები. არის მომენტი, რომელიც გახსოვს კადრივით, შენი ცხოვრებით. ჩემი ცხოვრებიდან კადრი მახსოვს და სიკვდილამდე მემახსოვნება ჩემი პირველი ეთერი მოამდე, როდესაც წავიყვანე 24 საათზე, იმიტომ რომ არასოდეს მე არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრების ასეთი მძაფრი ემოცია არ მქონია, როგორც მქონდა იმ მომენტში. და აი როგორ მახსოვს, ისიც კი მახსოვს, რამეცა ყვითელი პიჯაკი თმები მქონდა შინდისფრა და აი ესე და კაპრეხი, აი ყველაფერი მახსოვს, ყველა დეტალი და ის კადრი როგორ ვკიოდი ბოლო ხმაზე, ჯერ ახლა რა მხოლოდ ხმა მაგ და მაშინ ნერვიულობის და ემოციების ფონზე, ნუ აი არანორმალურ რაღაცა ყვირილი რო იყო ეკრანი. წამი რომ გაიხსენო, როცა მიხვდი რომ ბედნიერი ხარ. ერთი წამი. როდესაც დავბრუნდი რეაქციაში. და დამთავრდა გადაცემა და მივხვდი რომ შედგა. რომ არ ყოფილიყო ერთი კონკრეტული დღე, არ იქნებოდა არაფერი. იყო ასეთი დღე. არ მახსენდება, არა. ალბათ იყო, მაგრამ არ მახსენდება. თავი დაგიკარგავს.
ძალიან ბევრჯერ. უბრალოდ ადრე უფრო ხშირად კარგავდი ხოლმე. ეხლა ძალიან ვაკონტროლებ ჩემ თავს, ძალიან ვაკონტროლებ და ძალიან დიდი ხანია ვერ ვიტყვი, რომ აი თავდაკარგული და მორევში ჩაკარგული ვარ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ დამიკარგავს და ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს, როდესაც ვიხსენებ, როგორ თავდაკარგული ვიყავი იმ პერიოდში, იმიტომ რომ ეს ცხოვრება ყველაფერი მიდის. ეხლა მე 53 წლის და ჩემი ემოციების დაუშვათ პირად ურთიერთობებში უფრო დამშვიდებულია, უფრო დაბალანსებულია. ადრე რაზეც მქონდა ძალიან მძიმე რეაქცია, ძალიან გადარეულად სასიხარულო, ეხლა აღარ მაქვს ემოციები, სრულიად სტერილური და დაწმენდილია და ეხლა უფრო მარტივია ცხოვრება, მაგრამ მაშინ უფრო ბობოქარი იყო, როცა თავს კარგავდი. ეხლა თავდაკარგული არ ვარ. დეპრესია? ხშირად. კი, მქონია, დამაწყნარებლები მიმიღია ექიმისგან დანიშნული მართლა ძალიან მძიმე დეპრესია იყო და ეს უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პროფესიას, რომელიც არანორმალურად გიყვარს და გეტირება, ისე გენატრება და ძალიან დიდი მცდელობები მქონია სხვადასხვა საშუალებებით, რომ როგორმე დეპრესიიდან გამოვსულიყავი, ვერ ვიტყვი, რომ კარგი იყო ეს მცდელობები, მაგრამ ნუ მქონია, ხო, ჩემი დეპრესია საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ 2014 წლის 31 იანვარს როცა გავედი პირდაპირ ეთერში ისევ რეაქციით, იმ დღეს დამთავრდა ეს დეპრესია. როდის მიხვდი, რომ ცხოვრება შედგა? ცხოვრება შედგა, მივხვდი ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც პირველი გამარჯვება ვნახე, როცა პირველი წარმატებები ვნახე, რაც მე მინდოდა, ნახევარზე მეტი ამისრულდა. რა ვიცი, ბავშვობაში მაგალითად სულ თამაშობდი ხოლმე, რომ ვიყავი ტელევიზორში, ხამღეროდი ხან ლექს ვამბობდი, რას ვაკეთე, ჟურნალისტობაზე სხვა შორის არ მიფიქრია, მაგრამ აი ჩემი თამაში იყო, სულ ვიყავი ხოლმე ტელევიზორში, ესეც კი პირდაპირ შემისრულდა. ანუ ცხოვრება შედგა მაშინ, როდესაც პირველი მეორე წელი ჩემი მუშაობის დაწყებიდან აღმოჩნდა წარმატება. შენი რეალური პროფილი განსხვავდება იმ პროფილისგან, რომელსაც საზოგადოება იცნობს? ალბათ კი და მე არც ვთვლი საჭიროდ, რომ ჩემი რეალური პროფილი საზოგადოებისთვის უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გაშიფრული. როცა ვიყავი პატარა, უფრო თამამად და უფრო ღიად ლაპარაკობდი ხოლმე და დღეს მიკვეს, აი რატო ლაპარაკობდი ყველაფერზე. დღეს საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობ. საერთოდ აღარ მიმაჩნია ჩემთვის სწორად, რომ დავდგე და ვიყო გახსნილი და ვილაპარაკო ყველა იმ თემაზე, რაზეც ადრე ვლაპარაკობდი. ესეც ალბათ ასაკს მოაქვს, გამოცდილებას მოაქვს და ბოლოს იზრდები, ხო, მე გავიზარდე. აშკარად ძალიან დიდი ხანია უკვე გავიზარდე და მე ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება იცნობს ჩემს პროფილს. არა, არც მინდა რომ იცოდეს, მე ვარ წამყვანი და სრულიად საკმარისი არის ის, რასაც მაყურებელი ხედავს ამ მოცემულობაში ეკრანზე და სხვა შორის თითქმის 100-დან 99 ინტერვიუზე ვამბობ ხოლმე უარს. იმიტომ რომ ვეღარ ვხედავ ამის საჭიროებას. ინგა, ვინ ხარ? ინგა ვარ გრიგოლია, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ არის ძალიან ბედნიერი ადამიანი, თავის წარმატებებით და წარუმატებლობებით, ვარ ჩვეულებრივი ტიპიური ქალი და ვიტყვი, რომ ვარ წარმატებული ქალი.